ერთ ისტორიას მოგიყვებით სტრესზე. ბოლო ერთი წელი ერთი აპლიკაცია მაქვს Stress Watch ქვია და Apple Watch-ზე ყენდება და რაღაცნაირად ზომავს თურმე სტრესს. თავიდან არ ვიცოდი რა, მე დაუკვირდი, შეგნით თურმე არის კალკულური მაჩვენებლები მეცნიერულად დამტკიცებული, ეს არის HRV, Heart Rate Variability, გულისცემის ცვალებადობის ამბავია და მილიწამებში იზომება, ისე ვერ განსაზღვრავთ თქვენ თვითონ, მაგრამ ეს ხდება და სხვა აპლიკაციებით შესაძლებელია მე დაადგინოთ ეს თქვენი HRV როგორია და მაგის დამიხედვით ნახოთ როგორი არის ჩვენს სხეულში, ჩვენს ორგანიზმში სტრესი. არ ვენდობოდი დიდად ამ აპლიკაციას, იმიტომ რომ ხანდახან, როდესაც გრძნობდი თავს, ძალიან მშვიდად, არაფერი არ მანერვიულებდა, არაფერი არ მანაღულებდა, ის მიჩვენებდა, რომ სადღაც იყო ძალიან მაღალი სტრესი. და პირიქით ხან რაღაცას გამოხატავ, რაღაცას გავბრაზდები, რაღაცას განერვიულებული ვარ, რაღაცაზე არ ვარ ასე ვთქვათ, სადღაც მეჩქარება ასე ის შეგრძნებებს იქ არ მიწერდა რომ მაღალი სტრესი იყო და ცოტა ვერ ხვდებოდი, თქო ურევს მეთქი და როგორც ყველა სხვა აპლიკაცია, ამასაც რაღაც თავისი ისინი აქვს, რომ სადღაც მუშაობს, სადღაც არის. მაგრამ მივხვდი რომ ეგრე საერთოდაც არ არის. აი ბოლო დღეებში რაღაც კიდევ უფრო კარგი პატარა რისერჩი გავაკეთე ჩემთვის და მივხვდი რომ ჩვენ რასაც ვეძახით სტრესს მოკლედ. ჩვენ სტრესს ვეძახით შეგრძნებებს, რომლებიც არ მოგწონს. და ამიტომ მთელი სამწუხაროდ მე მთელი ფსიქოლოგიაც, მედიცინაც და ასე შემდეგ ბევრ შემთხვევაში ცოტა უფრო არაპროფესიონალიზმის გამო, თორე პროფესიონალი ფსიქოლოგები ნამდვილად დამეთანხმებიან ამაში, რომ ძალიან ხშირად ადამიანები მიმართავენ გარკვეულ საშუალებებს, რომ ეს სტრესი მათ არ ქონდეთ. ანუ სტრესი არ ქონდეთ, თუმცა მათთვის ეს არის, რომ გარკვეული შეგრძნებები არ ქონდეთ. ანუ ეს disconnection-ს აკეთებენ რაღაცასთან, რაც მათში აღძრავს გარკვეულ ისეთ ემოციებს, რომლებიც არ მოსწონთ და თუ ამას იზავენ, რა ქვია, სადღაც შეჩურთავენ, გადამალავენ, ინგლისურად რო თქვა, suppressing-ს გაუკეთებენ, ხო? მაშინ გონიათ, რომ აი სტრესი არ აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ თურმე ეს ჩვენი მიჩქმალულ, გადამალულ, სადღაც მის ქვეშ ამოდებული ემოციები არსად არ მიდის რეალურად. ვერსად ვერ გადააგდებ. აქ რჩება, ორგანიზმში რჩება. და მაგისი ძალიან კარგი საზომი თურმე არის HRV, Heart Rate Variability, რომელიც არის გულისცემის მილიწამებში არის, ისე ვერ შეამჩნევთ, ხოლმე რაღაც აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია რაღაც საშუალოებით გამოყვანა ყოველ საათში თუ ასე შემდეგ და ამჯეროდა სანამ არ მივედი და სანამ არ დავიწყე თქვათ შორის შემთხვევით ჩემი PhD-ის research-ის თემიდან გამომდინარე ავთენტურობაზე და ნამდვილობაზე წერ რაღაც ორგანიზაციული მართვის კუთხით და ანუ მაგ ხრივ შევხედე და მივხვდი რომ სტრესი რეალურად არის, როდესაც ჩვენ ნამდვილები არ ვართ. სტრესი არის, როდესაც ჩვენ ჩავჭრით სადღაც შეგრძნებებს და ვიცით, არა, მე ეს არ მინდა ვიქცნო. არა, მე სადღაც მინდა გადავმო. ეს აპლიკაცია ძალიან კარგად აღიქვავს ამ გადამალულ იმებს, რა ქვია, ემოციებს და ძალიან ხშირად, როდესაც მე მეგონა და დღემდე რაღაც მგონია ჩემთან, რომ რა მშვიდათო, ვირა კარგათო თუ ასე შემდეგ, იქ რომ ამას უყურებ სტრესს, რა ხდება. რა ხდება, ესე იგი, სადღაც მე რაღაც არ განვიცადე. სადღაც მე რაღაც სხვადასხვა შეიძლება სუბსტანციით, შეიძლება რაღაცა კონკრეტული აქტივობით გადავიტანე სადღაც სხვაგან ყურადღება, იქ აღარ ვარ და გავეთიშე იმ კონკრეტულ შეგრძნებას. მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ძალიან ცუდი. იმიტომ რომ ეს სტრესი არსად არ მიდის, კიდევ ერთხელ გროვდება ორგანიზმში. გული და გულისცემა ამას თურმე ძალიან ისეთი პატარა მინიატურული, მაგრამ ძალიან ზუსტი მაჩვენებლებით გვაჩვენებს კიდეც და ნუ კარგია რომ ბოლო პერიოდში ესეთი რაღაც აპლიკაციები და ისინი გაჩნდა და დაუკვირდით. ნახეთ, სტრესი, რასაც ჩვენ ვეძახით, ჩვენთვის ეს ცუდი შეგრძნებები და გარკვეული ემოციებია, რომელიც არ მოგწონს. რეალურად კიდე სტრესი არის ის, რაც გროვდება ორგანიზმში, ის რაც არ განვიცადეთ, იქ სადაც ვიყავით ყალბი რეალურად ჩვენ თავთან. და ეხლა მე რაც ვაპარაკობ, ზუსტად ის არ არის, რაც ხდება დღეს თელს სოფლიოში. როდესაც ადამიანები იმდენად ბევრი უსიამოვნო ემოციების შემწრეები და ასე ვთქვათ, ემოციებში ვართ, რომ მე ვცდილობ რომ ეს ემოციები აღარ მივიღოთ. ანუ უკვე ეს გვაქვს რა, ზედმეტად ბევრია ჩვენთვის და მე ვცდილობ ესენი გარკვეული იმით, რაღაცით, აქტივობით, ამით გადავმალოთ. მოვიშოროთ თავი. საქმე იმაშია, რომ ვერცად ვერ იშორებ. და რჩება ორგანიზმში.
ანუ შენ თუ რაღაც არ განიცადე, რომელიც იყო განსაცდელი სიტყვა რაც არის, ხო? განსაცდელი რეალურად რა კარგი არის ქართული ენა, ნახეთ რა კარგად არის. განსაცდელი ნიშნავს, რომ უნდა განიცადო. აი შენ თუ განსაცდელს ერიდები და არ განიცდი, თურმე ეს ყველაფერი გროვდება ორგანიზმში და მაგას ქვია ზუსტად სტრესი. და ეს სტრესი მე იწვევს ძალიან ბევრ რაღაცებს. მათ შორის სხეულში გარკვეული კუნთების ფაშას ასე შემდეგ შემჭიდროებას, შეკუმშვას, tightness, გარკვეულ დაავადებებს, გარკვეულ ჩაჭედილობას, რაც მე გარდაიქმნება ხოლმე ზუსტად ფიზიოლოგიურ რეალურ პრობლემებში, რეალურ ავადმყოფობებში, რეალურ გაჭიმულობაში, რეალურ ჩაკეტვაში, რეალურ რაღაც შეგრძნებებში ორგანიზმში, როდესაც ცუდად გრძნობ თავს, აი ვერ სუნთქავა, გაშლილი არ ხარ რაღაც. საქმე რაში არის? ჩვენ არასწორად რო აღვიქვავ და არასწორ სიტყვას ვეძახით სტრესს, მაგის გამო ზუსტად მივდივართ იქამდე, რომ ვირიდებთ ემოციებს, ანუ განსაცდელს არ განვიცდით და განსაცდელს არ განცდით რეალურად ამას ვიგროვებთ ჩვენთან ორგანიზმში. აი გაწუხებთ რაღაც, ვაიმე ეს თეთრსიტკივა, აი ეს სახსაში ის მაქვს, აი ეს მყესები, აი ეს აი თავი, რაღაც მოკლედ, უამრავი რაღაც სადღაც სხვა ადგილებში შეიძლება ორგანიზმში გამოიხატოს ის, რაც თქვენ არ განიცადეთ, არ და განსაცდელი გქონდათ. ანუ კამდე ბევრი რაღაც ფაქტორი იყო, რომელიც მიიყვანა ამ დასკვნებამდე, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო PhD research-საც, რაც მაგაზე ვაკეთებ ახლა ორგანიზაციულ ქცევაში, ავთენტურობაზე და ნამდვილობაზე და აი როდესაც შენ ნამდვილი არ ხარ, ანუ როდესაც შენ რაღაც ემოციას, რომელიც არ მოგწონს, ჩაჭრი და აღარ მინდა მე ამას. არა, ეს ჩემთვის სტრესულია, მაგას არ გავაკეთებ. არა, ეს ანუ რაც უფრო მეტად აირიდებთ რეალურ ცხოვრებაში სტრესს, მით უფრო მეტი სტრესია თქვენს ორგანიზმში რეალურად. არცადაც არ მიდის. ამიტომ არის, რომ უამრავი ადიქციის პრობლემა, რაც გვაქვს ჩვენ ადამიანებს, სხვადასხვა სუბსტანციების მიმართ, არის ზუსტად ხანდახან პრობლემა იმის, რომ ეს სუბსტანციები ჩვენ გვეხმარება ავირიდოთ თავიდან გარკვეული სტრესები, არ ვიყოთ ნამდვილები, ანუ არ განვიცადოთ ის განსაცდელი, არ შევხედოთ თვალებში, არ ვიტიროთ, არ გავბრაზდეთ, ის ვიყოთ რა, ესეთი ცოტა რობოტივით, ცოტა დიდი მოთმინებით და ასე შემდეგ შევეცადოთ, რომ დაგვივიწყოთ, შევეცადოთ, რომ რაღაც გადავშალ, ყურადღება სხვა რაღაცზე გადავეტოვოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, არამედ ალბათ ამაში ძალიან ბევრი პროფესიონალი ფსიქოლოგიც დამეთანხმება, რომ განსაცდელი მართლა განიცადოთ. ანუ თქვენ როდესაც მიდიხართ პროფესიონალთან, ფსიქოლოგთან იქნება სხვადასხვა რაღაც თერაპიებზე და ასე შემდეგ, ხო? სამწუხაროდ ვერ ხვდებით რისთვის მივდივართ. ანუ ჩვენი გონია, რომ ისინი რაღაცა ტექნიკებით არაფერა ისინი ცდილობენ და კარგი პროფესიონალი თერაპევტი ამ შემთხვევაში ზუსტად შეეცდება იმას, რომ თქვენში დაგროვილი ფენა სხვადასხვა განუცდელი რაღაცები ნელ-ნელა მიგიყვანოთ იქამდე, რომ ესენი განგაცდებინოთ. ანუ არ გამოდის არც ერთი თერაპია, თუ კი სტრესი იქ არის. სტრესი ყოველთვის ახლავს თან. ამ სტრესის გამოშვების მეთოდებზე არის საუბარი და არა ამ სტრესის თავიდან აცილებაზე, ხო? აქ ცოტა მეორე ხარეც აქვს მედალს, რომ ძალიან ბევრი ეს ფსიქოლოგიური თერაპია თუ ასე შემდეგ თან მოიცავს ხოლმე გარკვეულ წამლებს. და ეს წამლები სამწუხაროდ არის, ნახეთ როგორი რაღაცებია, მართლა შველის. ანუ მართლა იმ წამს შენ აღარ გძნობ იმ რაღაც ნეგატიურ ემოციას. იმ წამს შენ უფრო ნაკლებად მტკივნეულად აღიქვავ რაღაცებს, მაგრამ რის ფასად? იმის ფასად, რომ შენ თუ ამ წამლებზე აღარ ხარ მერე, ის აუცილებლად გამოჩნდება და დაბრუნდება. ანუ ისეთნაირად არის ფარმაკოლოგიურად მოწყობილი ეს წამლები, რომ სულ მაგათზე უნდა იყო მერე. აი გიჭირს მანდიდან გადმოსვლა, იმიტომ რომ მანდან გადმოსვლა მერე იწევს იმას, რომ შენ უცებ ამ დაგროვილ ფენა რაღაცებს, რომელიც ამ წამლებმაც მათ შორის და ასე შემდეგ, სადღაც დაგაგროვებინა. ახლა ეს ყველაფერი ამოხედავს და მე ძალიან ადამიანები ვაიმე მე ისე ძალიან ცუდად ვიყავ, ეს ეპიზოდი მქონდა, ის მქონდა და მივდივართ ისევ და არ იქა ისევ წავალი თუ ასე შემდეგ. ანუ ეს სხვათა შორის რაღაცა ფსიქოლოგიურად ადმინისტრაციულ და ასე შემდეგ დადგენილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული წამალი იქნება თუ გარკვეული თვითმკურნალობით თვით რაღაც სუბსტანციებით ამ სტრესის არიდება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ერთი და იგივეს ვაკეთებთ. რეალურად ჩავჭრით ესე ამ ემოციებს, გადავდებთ და ჩვენ გონია რომ ეს აღარ განვიცადებ მე ხო, რა კარგად ვიგზენი თავის, მომეშვა რა, დავიკიდე რა. კი, დაიკიდე. მაგრამ დაიკიდე რის ფასად, რომ გამოხატე, იგზენი, განიცადე და გაუშვი, თუ დაიკიდე იმის ფასად, რომ არაფერი არა. I'm not gonna deal with it. დავიკიდე, ანუ სადღაც დავიმალა და ეგ დამალვა მე იწოს სხეულში ფიზიკურად პრობლემებს. კიდევ ერთხელ ვიძახი,
ფაშა, ჩაჭედვა, გარკვეული სახსრების, ყესების თუ ასე შემდეგ პრობლემები, იოგები და ისინი, ვინც იოგასთან ახლოს არიან, ოღონდ ის ადამიანები, ვინც განსაკუთრებით აი სტრესის მოხსნის კუთხით და სტრესთან ბრძოლის კუთხით იყენებენ ამ მეთოდებს, ანუ ისინი დამეთანხმებიან, რომ ანუ გარკვეული ჩვენი სხვა თერაპიები, თუ ფიზიკურ აქტივობებზე იქნება საუბარი, თუ თქვა იოგის რაღაც კეთებაზე იქნება საუბარი, თუ ასე შემდეგ, ძალიან შეერთ მიმართულია იმაზე, რომ რაღაცეები გავაშვებინოთ ადამიანს, მაგრამ ფიზიკური მოძრაობებით სტრესის გაშვება შესაძლებელია, მაგრამ არა ბოლომდე, იმიტომ რომ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს ამ სტრესის მიზეზების აღმოფხვრის მართლა გაშვება, მართლა განცდა. ანუ მე თუ არ განვიცადე, არაფერიც არ შეიცვლება. უნდა განვიცადო, უნდა ის რაღაცები წამოვიდეს და ასე შემდეგ. ბევრი სხვა თერაპია ეს რაღაცა სომატური ასე შემდეგ, იგივე იოგასაც აქვს ფუნქცია, ანუ იინ იოგას ვისაც აკეთებთ, ანუ ვიცით რომ თუ რაღაც გრძელი სესია იყო 1 საათიანი, საათნახევარიანი იინ იოგის, იქ რაღაც თევზების რაღაც გახსნის მთელი რაღაც ტექნიკები არის, შეიძლება იტიროთ ადამიანებმა. მე მომსვლია ეს იგივე ბალიზე რომ ვაკეთებდი yoga teacher trainings, 1-2 რაღაც ესეთი დიდი დიდხნიანი და ესეთი ღრმა ინ პოზების შემდეგ, ანუ მომაწვა რაღაცამზე ვერ ხვდები, რა ხდება, რას განვიცდი, იმასაც ვერ ხვდები, მაგრამ საქმე რაში არის? კი, გარკვეული აქტიობებით, გარკვეული ფიზიკური, ასე ვთქვათ, მოძრაობებით შესაძლებელია, რომ ეს გამოუშვათ. მაგრამ ასევე შესაძლებელია თუ კი ჩვენ უბრალოდ დავფიქრდებით, ან მიმართოთ კონკრეტულად მართა პროფესიონალ ფსიქოლოგებს, რომლებიც დაგვეხმარებიან იმაში, რომ მივაგნოთ, რა არის იქ ჩემში გადადებული, სად მაქვს მე დამალული ის სტრესი, რომელიც არ განვიცადე, რომელიც გარკვეული სუბსტანციით იქნება ეს ლეგალური, არალეგალური, იქნება ეს მიღებული, არამიღებული თუ ასე შემდეგ, შევეცადე, რომ ჩემ თავისთვის მეწამლა და რაღაცეები გიქითკენ გადამედა. პრობლემა რაში არის? მხოლოდ დროებითია ეს და ან მთელი ცხოვრება გარკვეულ სუბსტანციაზე ყოფნა უწევს ადამიანს. ოღონდ რის ფასად, რომ მთელი ცხოვრება შემდეგ აი ამ სუბსტანციაზე ყოფნის შედეგად ჩვენ რასაც ვაკეთებთ, უბრალოდ დისკონექტს ვაკეთებთ, ჩაჭრას ვაკეთებთ, ჩვენ შეგიძლია, ანუ აღარ გრძნობთ რაღაცებს, ნაკლები გვაქვს გრძნობელობა, იმიტომ რომ numbing რასაც ქვია, ხო, numbing ინგლისურად, იმიტომ რომ აღარ როგორ გითხრათ, იმიტომ რომ ეს შეგრძნება მე დისკომფორტს იწვევს და ამას დისკომფორტს ჩვენ ვეძახით სტრესს. არასწორად ვარქმევთ სახელებს. სტრესი რეალურად არის ის, რაც არ განვიცადეთ. ის, რაც თქვენ გქონდათ ის უსიამოვნო ემოცია, სადღაც გაბრაზდით, სადღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს რეალურად არის ზუსტად სტრესის გაშვების გზა. ამიტომ არის, რომ ფსიქოლოგები იქნებიან თუ იოგები იქნებიან თუ ასე შემდეგ, ყველანი ამბობენ, რომ არა, უნდა ანუ არ შეაკავო ემოციები. ემოციების მართვა საერთოდ ძალიან ცუდი ტერმინია. არანაირი ემოციების მართვა არ არის გამართლებული. ემოციების არა, განწყობების მართვა არის. მნიშვნელოვანი განწყობების, როდესაც შენ მიუხედავად გამოხატული ემოციებისა თუ ასე შემდეგ, ახერხებ იმ ცენტრის, იმ შენ თავში, იმ რაღაც ცენტრის მოძებნას და დაბრუნებას იმ რაღაც წერტილამდე. ყველა ემოცია თავის განსაზღვრებით განმარტებ დეფინიციით არის მოკლევადი. ის ყოველთვის რაღაცა ტრიგერზე, რაღაც რეაქცია არის და მორჩა და გადის. მაგრამ შენ თუ ეს ტრიგერები სულ გაქვს, ანუ ეს რაღაცები, რაც როიტყვია რა, იმას გიშვება რა, თიც გაჭერს ესე და შენ ცდილობ რომ აირიდო თავიდან უკან გაიწევა. ის გაჭერს, შენ სხვადასხვა მეთოდით, სუბსტანციით, ასე შემდეგ ყურადღების გადატანით და სხვადასხვა ხანდახან არც თუ ისე კარგი ფსიქოლოგიური ტექნიკებით ცდილობ რომ ეს ყველაფერი იმას ქნა, რა ქვია, უბრალოდ სადღაც გადაკუჭო, კიდევ უფრო შორს გადააგდო, არც ვერსად ვერ აგდებ რეალურად, კიდევ და კიდევ ეს ყველაფერი ორგანიზმში ჩერდება და მერე იწევს ძალიან სერიოზულ პრობლემებს, იქნება ეს თქვენი სახსრების სხეულის მობილობას, იქნება ეს რა, ტკივილის შეგრძნებები, იქნება ეს სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც ვიცით ჩვენ ფსიქოლოგიურად, რომ არსებობს გარკვეული კონდიციები, პრობლემები, რომელიც ნამდვილად ვიცით, რომ არის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოწვეული გარკვეული ტკივილები, გარკვეული დისკომფორტის შეგრძნებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის კი არა და ავტოიმუნური დაავადებებიც კი. იმიტომ რომ როცა ადამიანი ისე გაეთიშა თავის სხეულს, იმდენი სტრესი დაიგროვა და იმდენი რაღაც არ განიცადა, რომ სადღაც ამ სხეულმა ბოლოს გააპროტესტა ძალიან სერიოზულად. ამიტომ თუ არ გინდათ რომ სხეულმა ძალიან გაგიპროტესტოთ და საბოლოო ჯამში ისე მწარად გაგრძნობინოთ ეს უამრავი რაღაც რომ ინანოთ მე რომ ნეტა თავის დროზე განმეცადაო, ეცადეთ ხოლმე რომ ემოციების მართვას თავი დაანებოთ
და იფიქროთ იმაზე, რომ განიცადოთ რა ის რაღაც ემოციები, შეხედოთ რა იმ რაღაც სანერვიულს, შეხედოთ რა იმ რაღაც კონდეთ ის ძნელი საუბარი. კონდეთ მიდით იმ ადამიანთან, ვისთანაც ვერ რაღაცა საშინელი ის კონდათ, რა ქვია, დისკომფორტი შეგრძნება გაქვთ საუბრის. ელაპარაკეთ ვიღაცას, ვისაც ვერ დაველაპარაკებენ, მაგას არ შემიძლია და არ შემიძლია. ანუ რასაც თავს არიდებთ, იქნება ეს ემოცია, იქნება ეს კონკრეტული შეხვედრები, იქნება კონკრეტული ადამიანები, იქნება ეს კონკრეტული აქტივობები თუ ასე შემდეგ, ზუსტად ის არის, რაც გჭირდებათ. ანუ თქვენი სხეული გეუბნებათ, რომ რაღაცები არის დაგროვილი და გასაშვებ, თქვენ ამას მოშვებით, რა ქვია, ჩაჭრით, არ აძლევთ საშუალებას გამოხატვის და მე ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიძახი გროვდება ორგანიზმში და ძალიან ბევრ რთულ რაღაც პრობლემებს იწვევს, ფიზიკურ პრობლემებს. უკვე და მე დავდივართ ექიმებთან და მე ვცდილობ რომ სიმპტომებს უმკურნალოთ. აი მე ძალიან კუჭი მტკივა, უკვე აღარ შემიძლია სულას რაღაც შეგრძნებები მაქვს, ვერ დაადგინე ზუსტად რა არის. აი მე სულ თავის ტკივილები, აი მე სულ რაღაც შფოთვითი რაღაცა შემოტევები. რატო გაქვთ ეს შფოთვითი შემოტევები? შფოთვები თუ ასე შემდეგ, ხო? არ ვარ მე ფსიქოლოგი და ამიტომ ძალიან ხო ტერმინებში ძალიან არ მასკნათ, მაგრამ ანუ რაც მე წამიკითხავს და ჩემს თავზეც რაც შემიხედია, ხო? ყოველთვის არის ის რომ, როდესაც შენ ცდილობ რომ დუღარე ქვაფს თავი ისე დაახურო რომ იქიდან არ გამოუშვა ორთქლი, იფეთქებს ეს ქვაფი. დედაჩემს ჰქონდა ეგეთი ქვაფი იყო, ეგეთი კაროვარკას ეძახდნენ თუ რაღაც რუსულად, ანუ ისეთი იყო რა, დახურავდი იქ რამის ჰერმეტულად იხურება და პატარა ის ჰქონდა ძალიან იქიდან უშვებდი წნევას და იქ ძალიან სწრაფად აკეთებდა ხოლმე საჭმელს, მაგრამ ბოლოს რო გამზადდებოდა ეს რაღაცები, ხო მე იქნა ჯერნო წნევა გამოგეშვა იქიდან, ეს ამოსაწევი იყო, ეგეთი გამოდიოდა იქიდან ძალიან მაღალი წნევით ცხელი ჰაერი და მერე შეგეძლო ეს ხუფი მოგეხსნა, რომელიც ძალიან მჭიდროდ იყო და მე ეს ხუფს მოუშვებდი, მოხსნიდი და გამზადებული იყო, ისე ის იბუთქება. აი ესეა დაახლოებით ჩვენი ორგანიზმიც, ანუ შიგნით არის დაგროვილი, აი ესე მაღალი წნევით, აი ეს ჩვენი სხვადასხვა განუცდელი განსაცდელები, მართლა ძალიან მიყვარს ქართული ენა, მივხვდი რამდენი სიტყვა გვაქვს, რომელიც ძალიან კარგად აღწერს რაღაცას, მაგრამ ჩვენ არ უკვირდებით შინაარს. აი განსაცდელი სიტყვა მართლა ნიშნავს, რომ უნდა განიცადო. განსაცდელია ეგ. გადამალავ შეეცდები რომ არ მე რაღაცა ზენში ვიყო სულ და არ გამოდის. ეგ არ არის ცხოვრება, ეგ არ არის სიმშვიდე და ეგ არ მოგიტანთ იმას, რასაც ქვია მართლა აი ფსიქოლოგიაში არის და იოგებიც ხმარობენ ამ ტერმინს, აი არსებობს ორი სისტემა, ხო, სიმპათეტიკური, პარასიმპათეტიკური სისტემა. სიმპათეტიკური, პარასიმპათეტიკური რას ნიშნავს? ანუ, როდესაც პარასიმპათეტიკური სისტემა ერთვება, როდესაც შვიდად ხარ, როდესაც არ ნერვიულობ, როდესაც რაღაცები რაც, ანუ, აი ხანდახან არის, რომ მაგალითისთვის, შეიძლება ვიღაცა ძალიან ეჭხუბეთ. გამოხატეთ რაღაცები და მე კი ნანობთ თან როგორ ამამასხა ეს და რაღაც, მაგრამ ძალიან კარგია. იმიტომ რომ იმ წამს თქვენ გამოუშვით რაღაც. ავთენტურები იყავით, ნამდვილები იყავით. განსაცდელი განიცადეთ. არ გამოუშვებ, სუ მოითმენ, სუ იმაში იქნები, რომ არა, მე მაინც აი რაღაცისთვის. ყოველას ჩვენი ძალიან კარგი და ძალიან პატივსაცემი მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს, რატომ არ ვაკეთებთ რაღაცას და ამას ხან თავაზიანობაში შევფუთავთ, ხან ძდილობაში, ხან რაღაცა იდენტობის იმსინი ვართ, რომ აი ეს ვარ და ამიტომ ესე უნდა ვიყო და ასე. არა. ნუ იქნებით მსხვერპლი ჩვენივე თავის და შევეცადოთ, რომ განსაცდელი განვიცადოთ, სტრესს თავის სახელით დავარქვათ, სტრესს ნუ ვეძახით ემოციებს, რომელიც უნდა განვიცადოთ და სტრესი რეალურად არის, თუკი რომელიმე თქვენთანგან სტრეს ვოჩის აპლიკაცია მსგავსი რამე გაქვთ, შეგიძლიათ შეხედოთ და ნახოთ და დაუკვირდეთ იმას, რომ მართლა დამშვიდებული და მართლა აი რაღაც აი პარასიმპათეტიკური სისტემა მაშინ ჩაიგთვება, ანუ რაღაცა არ ვიქნები ყურებ დაცქვეტილი რომ არ იქა რა ხდება, რამე საშიშროება ხო არ არის, სულ ამ რეჟიმში კი არ იქნებით, არამედ იქნებით მართლა დამშვიდებული და ეს ძალიან ბევრი ჩვენთანგანს ვიცი რომ სჭირდება და ვიცი რომ ძალიან ბევრი ჩვენთაგანი კიდე სხვადასხვა ფსიქოლოგიურ დახმარებისაც იღებს, სხვადასხვა მედიკამენტებსაც იღებს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერთან ერთად, როგორც ამაში დამეთანხმებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები, აუცილებელი და მნიშვნელოვანია საკუთარ თავში იფიქროთ იმაზე, რას არ განიცდით, რა გაქვთ განსაცდელი, რასაც არ განიცდით. რაც არ უნდა მწარე იყოს, ეს არის ავთენტურობა და ეს არის ნამდვილობა და ეგ არის ადამიანობა, რომ განიცადო რაღაცეები. მოიშორებ თავიდან არ განიცდი, სხეულში დარჩება. ორგანიზმს იმსხვერპლებ, შენ თავს შეწირავ ამ ყველაფერს და მერე სხვადასხვა დაავადებებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კიდევ უამრავ ექიმთან დაიწყებს სიარულს, რომლებიც სიმპტომებს უმკურნალებენ მერე და ვერავინ ვერ უმკურნალებს იმას, რაც მართლა სამკურნალოა. სამკურნალო კიდე არის აი ეს მაღალი წნევა, რომელიც გამოსაშვები არის. ამიტომ
შეიგრძენით რაღაცეები, ერიდეთ ისეთ სუბსტანციებს ყოველთვის ხშირად, რომლებიც ან რაღაც ძელი პერიოდის განმავლობაში, რომლებიც მუდმივად გაუკეთებენ ამ სტრესს, სადღაც ჩაქოლავენ და სადღაც არ გაჩვენებენ, იმიტომ რომ არცად არ ქოლავენ და არცად არ აგდებენ ამ სტრესს. ეს სხვადასხვა მედიკამენტები იქნება თუ სხვა საშუალებები, ეს ყველაფერი არის განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც რა თვითმკურნალობის რეჟიმზე არიან ხოლმე, მე ძალიან ხშირად გადა. ახო მე ვიცი მე ამას ვსვავ და მე კარგად ხვდები. ახო მე ამას შვები. ვიღაცა ეწევა, ვიღაცა სვავს, ვიღაცა ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ყოფილ ვარ. მანდ ვიცი, განმიცდია, ძალიან კარგად მესმის. ყალბი შეგრძნება სიმშვიდის, ყალბი შეგრძნება არის კარგად ყოფნის, აუცილებლად როგორც კი ეს რაღაც კონკრეტული დამამშვიდებელი აღარ არის, მაშინვე ბრუნდება იგივე მდგომარეობა. ამიტომ ჩვენ ადიქციასაც არასწორად ვებრძვით. იმიტომ რომ ადიქცია თავის მხრივ არის სიმპტომი. რაღაცაზე თუ მე ადიქცია მაქვს, ესე იგი ის რაღაცა მშველის მე, აი ამ ჩემ დასტრესილი რო ვარ და შინით რო ბევრი იმის გაშვების მაგივრად მიკეტავს ამას და აღარ მაგძნობინებს. აი ფიზიკურად შეგრძნებები აღარ მაქვს. რა ხდება ორგანიზმში, როცა შეგრძნებები აღარ გვაქვს, ჩვენ ვეღარ აღვიქვათ იმ სიგნალებს, რომლებიც უნდა აღვიქვათ, რომ გამართავისუფლოთ ჩვენი ორგანიზმი აქედან, უფრო მხნეთ ვიგრძნოთ თავი, ჯანმრთელი ვიყოთ მართლა და არ ვიყოთ მდგომარეობაში, როდესაც თავს მოვიტყუებთ და მოვატყუებთ გარშემო წყობას და რეალურად არ ვიგრძნოთ თავს ბედნიერად და მშვიდად. იმიტომ რომ ეს შეგრძნება, ეს განწყობა იმის რომ მიუხედავად რა ხდება ჩემს გარშემო, მიუხედავად მაგისა, ვიგრძნო თავი მშვიდად და არ ვიგრძნო თავი მუდმივად რაღაც საფრთხის ქვეშ, მოდის არა რაღაცა გარე რაღაცეებიდან, არამედ მოდის აქედან. მოდის იქიდან, რომ შენ ნელ-ნელა გავუშვებ ამ გარკვეულ, დაგროვილ, გადამალულ, დავიწყებულ ან შეგნებულად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უგულებელ ყოფილ რაღაც ნიშნებს, ტკივილებს, ემოციებს და ასე შემდეგ. მოდი დავარქვათ სტრესს თავის სახელი, სტრესი არის უბრალოდ თქვენ რასაც ეძახით სტრესს და რაც მეც ვეძახდი სტრესს, ეს არის უბრალოდ უსიამოვნო რაღაც შეგრძნებები, მაგ უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან არიდებას კონტრპროდუქტიული, ასე ვთქვათ, შედეგი აქვს, ამიტომ არ გირჩევთ. თუ დამიჯერებთ, ყველაზე უფრო კარგი არის, რაც არ უნდა შეუძლებლად მოგეჩვენოთ, რაღაც ტკივილი, რაც განსაცდელია, განიცადოთ. რაღაც ემოცია, რაც მოვა, მიიღოთ. ის ემოცია არ ხარ თქვენ, ის ემოცია არის გარკვეული რეაქცია რაღაცაზე. დავფიქრდეთ მე უკვე ამაზე სხვადასხვა ფსიქოლოგიური თერაპიები და ასე შემდეგ არსებობს, გაიარეთ, ნახეთ, გააკეთეთ, მაგრამ თქვენ თავთან იყავით, რაც მნიშვნელოვანია მართლები არ მოატყუოთ თქვენი თავი, არ მიჩქმალოთ ემოციები, იგრძენით. მთელი ცხოვრება არის შეგრძნებები. ჩვენ კიდე ამ შეგრძნებებს ვიბრძვით, ეგრე გამოდის და გქონია რომ სტრესს ვებრძვით. გამიგზავნა ეს ვიდეო, მაგრამ მე მგონი მნიშვნელოვანია რომ ცოტა ერთმანეთს დავეხმაროთ იმაში, რომ ერთმანეთს ვიცით რა შეიძლება გააკეთოთ. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, თქვენ ფსიქოლოგი ვერ იქნებით, თქვენი მეგობრის თუ თქვენი ოჯახის წევრის ნათესავის თუ ასე შემდეგ, მაგრამ ადამიანი შეიძლება იყოთ, ვისთანაც იმ მეორე ადამიანს შეგრძნება ექნება, რომ უსაფრთხოდ არის და მასთან შეუძლია გამოხატოს ნებისმიერი ემოციები. თქვენ თუ ეს ადამიანებს შემოიკრებთ გარშემო, ყველაზე ბედნიერი იქნებით. ან როდესაც არ გეშინია იმ ვიღაცასთან, იყო ნამდვილი, განიცადო რაღაც, იტირო, ის გააკეთო. ეგ არის ის, რასაც უკვე სამედიცინო ენათად ფსიქოლოგიურად თუ ასე შემდეგ, სხვადასხვა მივედით უკვე იქამდე ტექნოლოგიური პროგრესის მაგაში გვეხმარება რომ რაღაც აზომები არსებობს და შეგვიძლია ეს ყველაფერი გავზომოთ. გვაძლევს საშუალებას მოკლედ ეს რომ მართლა გამთავისუფლდეთ დაგროვილი უამრავი ნეგატივისგან, არ დავიტოვოთ ეს ორგანიზმში და არ ჩავკეტოთ და არ მოვიწამლოთ და არ გავჭედოთ და მე არ დაგვეწყოს რაღაც სხვადასხვა სერიოზული ცვლილებები და დარღვევები ორგანიზმში. მაგის მკურნალობას შემდეგ სიმპტომატიკურად ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება და საბოლოო ჯამში მაინც ვერ განიკურნება, თუ კი მიზეზი, მთავარი მიზეზი არ შეიცვალა. მთავარი მიზეზი არის მშვიდად მიღება იმის, რომ ხან გიჟი ხარ, ხან გაბრაზდები, ხან ასე იქნები, ხან ისე იქნები. აი ეს რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მუდმივად რაღაცა ჩვენი თავი რაღაც იმაში მოვამწყდიოთ, რაღაც ჩარჩოში და ვთქვათ, რომ აი ეს ესეთი მე ვარ ძალიან დაბალანსებული მშვიდი ადამიანი. კვიროლია სხვადასხვა ადამიანები ვართ და სხვადასხვანაირი დონის სიმშვიდე გვახასებს, ზოგი უფრო ფიცხია, ზოგი უფრო ასეთი, ზოგი სხვადასხვანაირი რო იტყვიან იმით რა, factory setting-ებით, სხვადასხვანაირი წინასწარი დაპროგრამებით ვართ ადამიანები, იმიტომ რომ ყველას ძალიან უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილებები გვაქვს
დაწყებული ჩვენი დაბადებიდან. მაგრამ თუ კი მთელი ცხოვრება მე უკვე როდესაც იზრდები, როდესაც უკვე დიდი ხდები და ასე შემდეგ ვერ გადაიაზრებ და ისევ იქნები მსხვერპლი იმის, რომ ყველაფერი დამალე და ახლა აღა დროს ჩემი ეგ არის და ახლა ბარემით ჩუმად იყოს, ანუ ნუ მოიტყუებ თავს. ეს გადაყვებათ და ის თქვენი განუცდელი სტრესი, ემოციები თუ ასე შემდეგ საბოლოო ჯამში თქვენ რო ვერ აღჩნევთ, ისე გადადის მე თქვენი ოჯახის წევრებზე, შვილებზე, მეგობრებზე და ნაცნობებზე, სამსახურში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ნამდვილობას გისურვებთ და სწორად აღქმას იმისა თუ რაც ხდება ხოლმე ჩვენს თავს და ჩვენს გარშემო. ნეგატიურ ემოციებს ნუ მოერიდებით, უსიამოვნო შეგრძნებებს ნუ მოერიდებით, განიცადეთ, ჯობია ეს განიცადოთ და შემდეგ დაასტაბილუროს თვითონ არის ჩვენმა ნერვულმა სისტემამ მიგვიყვანოს გარკვეულ ცენტრამდე, ვინდრე ავირიდოთ რაღაცეები და ასე შემდეგ. ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რა თქმა უნდა რაღაცა უარი უნდა ვთქვათ, რაღაც ნებისმიერ იმაზე რაღაც სუბსტანცია იქნება ეს მედიკამენტი ასე შემდეგ დახმარება. რაღაცეები ძალიან გშველის, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიძახი, არის მოკლევადიანი, გრძელვადიანად და მართლა ნამდვილად რაც გშველის, ეს არის ის, რომ გაუშვათ ნამდვილი სტრესი. ამ სტრესის გაშვება ხან გაბრაზებით, ხან ცუთხასიათზე ყოფნით, ხან გაღიზიანებით, ასე შემდეგ ბევრი რაღაცები ხდება. ეს გაღიზიანება არ არის ცუდი, ეს მხოლოდ რეაქცია, ეს გაბრაზება არ არის ცუდი, ეს მხოლოდ ემოცია არის. ადამიანები თუ ყავთ რომელთანაც თუ არა და ფსიქოლოგები ვისთანაც იგრძნობ თავს უსაფრთხოდ რომ ილაპარაკოთ რაღაც თემებზე და გაუშვათ ეს დაგროვილი, ძალიან დიდი ძალა აქვს. ამას თქმას ვერბალიზაცია ქვია ამას ფსიქოლოგიურად და მაგას გისურვებთ რომ გამოხატოთ, შეიგრძნოთ და ალბათ ამის მერე მეც ძალიან ისე დავფიქრდები რა მართლა ისე ჭკუის სასწავლებელი რაღაც იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მართლა ერთი წელი უყურებდი ამ სტრეს ვორჩს და რაღაც ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა. ნუ ბოლო თვეები, ბოლო კვირეები ძალიან ისე დეტალურად რო ჩავღმავდი, მე მივხვდი. საკუთარ თავს დაკვირვება ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი არის აქ. გამიგრძელდა ეს ვიდეო, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თუ ფიქრობთ რომ ვინმესთვის საინტერესო შეიძლება იყოს, გადაუგზავნეთ. ჩემი აზრით, ყველასთვის მნიშვნელოვანია სწორი ახმა გქონდეს სტრესის და ნუ უკეთებთ ამ სტრესს დემონიზაციას. სტრესი არაფერი, სტრესი არის შენი თავის მოტყუება. აი ეგ არის სტრესი. ჩაკეტვა რაღაცაებს. აი არის ამ მაგას მე უკვე მიდის. სხვათა შორის მე ეგ ნამდვილობა ისეთ კარგ რაღაცებში გადაიზრდება ხოლმე, ეგ მარტო სტრესის მოხსნაზე და სტრესის გაშვებაზე არის საუბარი. მე ეგ ადამიანის საკუთარ თავში დარწმუნებულობა იზრდება, მატულობს. აი ეგ არის სწორედ ლიდერობა, როდესაც დარწმუნებული ხარ შენ თავში. ჩვენ ლიდერების პრობლემა და ლიდერობის პრობლემა იმიტომ გვაქვს დღევანდელ სამყაროში და მათ შორის საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანად, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს, რომელმაც სადღაც თავი მოატყუეს და მე ამ ტყუილით უნდათ რომ სხვებიც მოატყუონ და მოვაჩვენოთ ჩვენი თავი რაღაცად რაც არ ვართ. არ ვაჩვენოთ რაღაცა, რასაც განვიცდით და ვის პირდაპირ გეუბნებათ რაღაცას, ვინც პირდაპირ გამოხატავს თავის სათქმელს, პატივიეთ ეგეთ ადამიანებს. ნუ ჩაუთვლით მათ, ნუ დავარქმევთ რაღაც სახელებს, დილობა, უზდელობა, თავაზე რაღაცას შენ ნუ შევფუთავთ რაღაც იმებში, პოლიტკორექტულობის რაღაც იმებში, რა ქვია, ყალბ რაღაც აფენებში და ნუ გავახვალთ ამაში, ვეცადოთ ნამდვილები ვიყოთ. მაგას გისურვებთ, რომ ნელ-ნელა ყველანი მივიდეთ მანდამდე, იმიტომ რომ ეგ ნამდვილობა მე რეიწოს ნამდვილ მეგობრობას, ნამდვილ კავშირებს, ნამდვილ განცდებს და ცხოვრებას, რომელიც ნამდვილია. იმიტომ რომ მე მგონი ყველა დავიღარეთ იმ სიყალბით, რაც ხდება ყველგან. ჩვენ თავის სიყალბითაც, გარშემო რაც არის და ასე შემდეგ. ყველას რაღაცას თავს აჩვენებს და ახლა მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კიდე საერთოდ ყველაფერი ადამიანური ძალიან ხშირად გადადის ხოლმე. მოკლედ რა ვიცი, ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ხელოვნური ინტელექტის თემაზე აღარ გადავალ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დავანებოთ თავი ყველაფერს, საკუთარ თავში ვეძებოთ პრობლემა, საკუთარ თავში ვეძებოთ ის, რაც განსაცდელია.